გამიგია რომ შობლის ან ანალოგიურ ტიპას ირჩევა ან რადიკალურად განსხვავებულსო. აი მაგალითად თუ ისეთი ტრავმული გამოცდილება აქვს გოგოს რომ მამა ყავდა მოძალადე, შეიძლება აირჩიოს ასეთივე ტიპაჟი, ან პირიქით სრულიად განსხვავებული, იმიტომ რომ უფრთხის და გაურბის ამას. ეს უფრო არის ფსიქოანალიზის ესეთი ფუნდამენტური ლოგიკა, რომ ადამიანები ხა ადამიანში როდესაც სიყვარულო წყვილს ირჩევენ არა როგორც რაღაც ახალ აღმოჩენას, ახალი ადამიანის აღმოჩენას, არამედ ირჩევენ მათთვის უკვე შინაგანად იმ დასწავლილს. ხო. და მაშინაც კი, როდესაც გამოცდილება სულაც არ არის კარგი, ზოგჯერ სწორედ ეს ტრავმული შეკითხვა გადააქვთ ადამიანიდან ადამიანში. პირველი ჩვენი შეყვარებულები, რადგან ჩვენი მშობლები არიან, გამომდინარე აქედან ჩვენ ან მათ მსგავს დავეძებთ როგორც სუროგატებს, ან იმდენად გვაშინებს ეს თუნდაც ფსიქოლოგიური ინცესტი, რომ მათ რომ ჩავეხსნათ, ამისთვის ვცდილობთ, რომ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი მოუძებნოთ.